cigarette in her mouth as she mouths, hey dear, how you been? Gray skies out the window, but she's a summer breeze. Come and set the tone now, dear, come sit down next to me. აბა როგორ ისმის? Hello. დაახლოებით 1 საათი იქნება რაც აი ამ ტატუს ხატვას მოვჭი და ეხლა უნდა ჩავალაგო ბარგი რომ ხვალ წავიდე ზუგდიდში. ნუ ზუგდიდის მერე მივდივართ მე, ჩემი ძმა და ჩემი ძმის ოჯახი დასასვენებლად სურამში. კი მართლა ლეზამთარია და მან ძირითადად მაინც საფხულში დადიან, მაგრამ კოტეჯში ოჯახთან ერთად ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ სიტუაციაში ძალიან გემრიელად შეიძლება ადამიანმა დაისვენოს. მოკლედ, ხვალ მივდივარ ზუგდიდში, ზუგდიდის შემდეგ მეორე დღეს მივდივართ სურამში ერთად. და იდეაში პატარ-პატარა მასალები ყველაფერი იქნება ვიდეოში ნაჩვენები. აბა, დროებით. ზუგდიდიდან თბილისისკენ მიმავალი კადრებით თავი არ მოგაწყინეთ, რაც შეეხება ეს პატარა საყვარელი კადრები, სადაც ჩემი ძმისშვილი ვერა და ვერ გაძღა მაღაზიანი სასმელებით. ჩაძინებული 2 მზეთო ნახავი. აქ არის დღე ნომერი 2 სურამში ჩასვლიდან. ჩემი კმაყოფილი სახე არ ჩანს, მაგრამ ხმაზე გაიგებთ როგორი კმაყოფილი ვარ და მოდი ახლა გესაუბრებით, როგორი არის კოტეჯი და რა არის შიგნით და როგორ გამოიყურება საერთო ჯამში. სამი კოტეჯი დგას. შუა არის ჩვენი. ნუ აქეთ დაბლა ტყე არის, რომელიც ვიდეოში იდეაში ისედაც ან გამოჩნდა, ან გამოჩნდება. აქეთ ემილი თამაშობს, მეცა დავახლოთ. აი ემილი. კარგი ადგილი აგირჩევია სათამაშოთქო. აი ეს არის ჩვენი კოტეჯი. როგორც ახსენე. წამოდა. აი. რამე ფათილი. მომე უთხარი. ეცა ულტრავაიდი. აი ეს არის. რომ მოვიდით მაშინ დამიზარა გადაღება, მაგრამ ეხლა გადავიხე. საკმაოდ პუდრო და საკმაოდ დიდი კოტეჯი არის რა. ხო, აქედან კიდე ძალიან საინტერესო ხედი არის. და აი აქ მეორე სართულზე. აი აქ არის ჩვენი ოთახი, ჩემი და ჩემი ძმისშვილი და აი აქედან დილაობით საღამოებით ძალიან საინტერესო ხედი არის. თან ერთი ის არის, რომ საღამოობით ძლიერი ხარი როდესაც არის, ისეთი ხმა იქნება თითქოს ზღვის პირას ხარ რა. ანუ არ არის ისეთი, რომ პირდაპირ ხეები ჭრიალებს და რაღაცა და მეგონება სანაპიროზე ხარ და სანაპიროს ხმა ისმის ტალღების. რა სიტყვა ემილი მოგწონს? რომ წარმოგწონდეს რა. მირას გეკითხა. ხო, თელს კოტეჯში ჩემი საყვარელი ადგილი ეს არის. სიგარეტი ყავა რაღაცა იქით-აქით. შევიდეთ. აი ეს არის შიგნიდან ეს მარიკა თავის გამათბობელთან. იო. დაგე? ნა. ჩაჰოდი დაბლა. მიდი. აი ხა მეორე სართული. იო, ამას მან ხოდა ჩვენ სადაც ვართ, იმაზე ვლაპარაკობდი და ბარემ ის ვანახოთ. წინა ხედიც კარგია. აი ეს არის ერთი საძინებელი. აი ეს არის იდეაში 2 საძინებელი, უბრალოდ მე გავაერთიანე, იმიტომ რომ მე დიდი ვარ. ხო, აბა ხედი. ხედი როგორია? აი ეს არის ხედი, რომელზედაც ვლაპარაკობდი, დამამაზია. ემი ანთე შეკიუძე. ემილი არ არის. Hello there. აი. ეს არის მეორე ოთახი, რომელშიც ძალიან თბილ ვარ. აი. ეს არის თვითონ მოგინდა ყველაფერი. გაღება ბუძაგარი. ხო. აი ეს არის ჩვენი გარე ხედი. და აივა. ჩვენი ხედია, რამე დაახლოებით. House tour-ს ეძახიან ამას, მაგრამ ეს house tour-ი არის რამდენად გამოდის, რომ cottage tour-ი იყო. მას ახალად გამოდგება ისეთია. ვაუ! ზე გაგიზდა, გაჭედა, გაგლიჩა. აუ, მან გაროგინმე განს. აქ კიდევ ალბათ გესმით როგორი აღფრთოვანებულია ჩემი ტელეფონის კამერით, ჩემი ძმა.
ჩაქვსი ეხლა შენს YouTube-ში ჩაქვსი ჩვენს რამე პროექტი. თავიდან ვიფიქრეთ ალბათ რა ვიცი მარტო უნდა გასეირნება ან რაღაცა და ხელები გამიშვითო გაიგიჟა თავი მაგრამ რა თუ არა ნაყინისგან გაიწია ისე ყველაფერზე და ყველაზე უარი თქვა მაგრამ სამწუხაროდ ცარიელი და დაკეტილი დახვდა შეიძლება ცარიელი არ იყო არ ვიცი არ შემოწმები ია შანსი არა ის არ მოიხედება ბუჯა კაფე უკან ბუჯა დაუძახი ბუჯას უყურე ია გეზახის ბუჯა აი რა შეეხება ამ გამოხედვას არ ვიცი სახელი თქვენ მოვფიქრეთ წამოდი აბა კარგია? მოდი კიდე. წავიდა. ალბათ იკითხავთ ვინ არის ეს მშვენიერი ახალგაზრდა გოგონა დიახ ეს ჩემი ძმისშვილი ემილია რომელიც არ ვიცი მართლაც რომ ყველაზე ლამაზი გოგოა დედამიწაზე ლემონ და კარტოფილი და ხორცი კარტოფილი ხორცი მე ავეზე ხალხი მილიონერია ეს პატარა მავნებელი კი სახელად იოჰანი მანერებში აშკარად სავარჯიშო თავზე შემოგვაწყო ფეხები და ისე ჭამს საჭმელს მაგრამ დავით ახოვი ძალიან საყვარელი ბავშვია ეს მე რამდენი დღე არის უკვე მესამე რო ჩამოვედით იმ დღეს წავედით მაღაზიაში რო საჭმელი გვეყიდა იდეაში არ ვიცოდით სად იყო ხა ეს საჭმელი ან ორი ნაბიჯი ან რამე მაგნიტი მაგრამ რა მეზოლე მაგ არისო კილომეტრი ნახევარში 2 კილომეტრი ნახევარში არის ორი ნაბიჯი გზა ხო პრობლემა არ არის აღმართიან ხო და იდეაში აქეთ დამოსვლა აქეთობისას ტაქსის უმისოდ ვერ წამოხ აზრი არ აქვს ფიზიკურად ამინდა იქით ფეხით აქეთობისას ტაქსით ეხლა მე წუთერას მოგიარ 22 წუთი აგლა რომ გადმოვედი და ეხლა კი არ ვარ წუთის გაყოფილა ხეთით ახამდე much later რესტორანი არის ხაფედეშენი არის აი ეგ ორი ეგ და დანარჩენი
Adam ჩვენ გადავთ. 170 ლარის რაღაცა. ეხლა დავიდან ნახევარი გზაფეხი და მე ტაქსი იქნება სადმე. ასე ან ტაქსი დავჯობარ. Ja, მუსიკა გინხეთ. ზებროს არა, მამაძე კატარ. დაახლოებით 400 მეტრი გავიარეთ ფეხით და შემდეგ შეგვხვდა ეს ჯიგარი ადამიანი და სწორედ მან მიგვიყვანა სახლში. შემდეგი გაჩერება. აქ არ მეგონა რომ ultra-wide-ით ვიღებდი, მეგონა რომ ჩვეულებრივად 1x-ით ვიღებდი, მაგრამ it's okay to make a mistake. ეს ფქვილი, ლოდი, ეს არის ბანანი, ზესუმზირა, ეს ემილის უნდა და ხინკალი და აქ ნამდვილი ხინკალი სად დამიშოვა და გაყინული ვიყიდეთ. ეს კასტრი კიდე ერთი ლოდი, დოგვი, სოსისები. არ ვიცი ხარ რამდენად ეს ქართული, მაგრამ არ ვიცი ეს იყო 170 ლარის. არა, 170 არა, დაჟე 160 ლარის არის სიგარეტი და 160 ლარის არის ეს ყველაფერი. არა, ცუდი შედეგი. არა, ცუდი შედეგი, რამდენი ხანი გვეყოფა ის თვში. აი. და მამ. არის ბლომატ. არ არის ბლომატ. ო, ადრე არ ვიცი ხა რამდენად იყიდი ამდენად 170 და 170 კი არა, ამას დაჭირდებოდა ალბათ რამდენი ლარი. შენს ბავშვობაში. ავი, 1-2. 80. ადრე 50 ლარი ჭირდებოდა, ახლა 160 ლარი ჭირდება. მე რო გავიზრდები და მე რო ოჯახი მეყოლებო 600 ლარი დაჭირდება და ასე. მოვიდა დრო რომ ჩემ კულინარიულ შესაძლებლობებს აიხადოს ფარდა და გავაკეთო ატრია. წავიდა. სტაფილო სახე არ იყო, მაგრამ სტაფილო გავრეცხეთ კარგად. არის ძალიან მომხერხებული. ნუ იდეაში ხახვი უნდა გამოვიდეს კარამელიზებული, მაგრამ ცეცხლი არის ძალიან ბანძი და არ ვიცი რამდენად გამოვა ნორმალურად. მაგრამ აი როდესაც ხახვი უკვე ყავისფერდება და კარამელიზაციას იწყებს, მაგ მომენტში უნდა დავამატოთ ჩვენი სტაფილო. ნუ არ ვიცი ახლა ყველას ვანაირად ჩვევა, მე ასე ვაკეთებ. იდეაში უკეთესი იქნება ცალ-ცალკე რო გამეკეთებინა, მაგრამ მეზარება. და ამჯერად ასე გავაკეთე, მაინც გემრიელი გამოვა. წნეული მომზადდა და ნუ ქრაშუნად არის შემწვარი. აქეთ ახლა ფილე. ნუ ფილე რო არ გამოგვიჩნდეს, ამიტომ ხანდახან თავსახური უნდა დავახუროთ, ხანდახან დავხატოთ, ხშირად უნდა ვურვიოთ. წვენი რო დაშრება და შეგნით უკვე ვარდისფერი როდესაც აღარ იქნება, თვალეთ მზადდა ამ პროცესში ჭირდება დაახლოებით 20-25 წუთი. ნუ ხანდახან 20-25 არ ჭირდება, მაგრამ ახლა დაბალი ცეცხლი იდეაში, მაღალი ცეცხლი იყოს, უფრო მალე მომზადდება. აი მაინც ქათამია რა, რაც უფრო მეტი ხანი შეძლო, მით უფრო დაბალია რისკი სხვადასხვა მავნებლების. ყველაზე მთავარი სამონელაზგან თაფის დასაცავად. ნუ აქ კიდე წყალი დავდგე, ძალიან მიყვარს ეს, რატომ მიყვარს არ ვიცი, განილა ბლანკა. ყველაზე ბოლოს, როდესაც ბოსტნეულს დავაფრი, მე ნიორსაც დავუმატე. მოკლედ ხორცი და ბოსტნეული მზად არის. დავამატე ჩვეულებრივად ნიორი, როგორც ვთქვი, ნიორის მერე დავამატე ნებისმიერი სახის კეჩუპი, შეგიძლიათ თქვენ დაამატოთ. მე რაღაცა ცხარე კეჩუპები ნახე და იქ დავამატე. უნდა მოხარშოთ მაგარო. ჩა, ეხლა დავადო და დაახლოებით 10-12 წუთი დაჭირდება ამ ცეცხლს. ისე სადღაცა 7-8 წუთი ჭირდება. ნუ იდეაში ისეთ გამოვიდა. არ ვიცი ახლა ეს რამდენად არის ატრია, მაგრამ გემრიელი გია. აი ხა გამოვედი გარეთ და რასაც ვაკვირდები, ოდნავი მატულობს თოვლი, მაგრამ იმდენად არა რომ აი რაღაცა განსაკუთრებული ის იყოს. ექსპოზიციას დავუწიოთ მაქსიმუმამდე.
რაც შეეხება ვიდეოს ამ კონკრეტულ ნაწილს, აქ უკვე მე ბევრს აღარ ვილაპარაკებ. იდეაში ამის მეც არ ვილაპარაკებ. ეს მომენტი არის ყველაზე საყვარელი ჩემთვის და იმედია მოგეწონებათ. Привет. Когде привет. Минут, Давид Рот. Камера Давид Рот. Цапа.